დაკავებულია სულ 10 პირი. თორნიკე თოშხუა და ლაშა დგებუაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს 4 აქტივისტი ქალი. გურჯაანის იზოლატორში, დანარჩენი 4 კი დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან. ისინი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოსთან გვიან ღამით დიდი ნადირობა მოაწყო. თავდაპირველად საკრებულოსთან გამოჩნდა თორნიკე თოშხუა, ხელში მას ეჭირა ბანერი იმისთვის, რომ გამოკითხვა ჩაეტარებინა და სწორედ ეს ბანერი გახდა დაკავების საფუძველი. სწორედ ამის შემდეგ აქტივისტებმა დიდი სოლიდარობა გამოუცხადეს თოშხუას, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა, მივიდნენ საკრებულოსთან იგივე ბანერებით ხელში და სწორედ ამის შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აქტივისტი დააკავა. როგორც ის ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, პირველებს უყვებიან. ეს იყო საპროტესტო აქცია, მდუმარე, ასე უცხადებდნენ დაკავებულ თოშხუას სოლიდარობას, თუმცა აქტივისტები განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყენებდნენ ძალას, მაგალითად ასახელებენ პოლიციის მაღალჩინოსთან დავით მამაგეიშვილს. მათ მიერ გადაღებულ კადრებში, როგორც თავად განმარტავენ, კარგად ჩანს ძალადობის ერთი ეპიზოდი, როდესაც აქტივისტს მათი განმარტებით დავით მამაგეიშვილის სახეში ხელს ურტყამს. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, საპროტესტო აქციების გამოაკავებენ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ქუჩაში არიან. აქტივისტები ამბობენ, რომ რუსთაველის გადაკეტვის შემდეგ მათი პროტესტის ყოველდღიური ლოკაცია იქნება სხვადასხვა და ამბობენ, რომ სწორედ ეს ხმაურიანი საპროტესტო აქციები არის ის, რაც ყველაზე მეტად უშლის ქართულ ოცნებას ნერვებს. სწორედ ამიტომ მათი განმარტებით ამას უკავშირდება ის დიდი დაკავებების სერია, რომელიც გვიან ღამით ვნახეთ. პირველი იყო თორნიკე თოშხუა, რომელმაც გადაწყვეტა, რომ თავისი უწყინარი ბანერით მისულიყო საკრებულოს შენობასა და გამოიხატა ის პროტესტი, რომელიც აქვს. აქვე ვიტყვი, რომ ამ ბანერზე კითხვის ნიშნით იყო დასმული ერთი კონკრეტული შეკითხვა, რომელზეც არც გარკვევა უცდია სამართალდამცავებს, არც პასუხისთვის დაუცდიათ ზოგადად და ალბათ ჩათვალეს, რომ რიტორიკულია თვითონ გასცეს ამაზე პასუხი და დააკავეს ეს ადამიანი. აქ შეკრებულ მოქალაქეთა ნაწილსაც ეკავა ზუსტად იგივე ბანერი, იგივე შინაარსით, რაზეც პოლიციას ისევ არ დაუყოვნებლიან მოქმედება და ეს ადამიანებიც ერთის მეორეს მიყოლებით დააკავეს. არათუ შეწინააღმდეგება, არამედ მოქალაქეები თავად იძახდნენ, რომ არ ვიცი, ახლა გვაკავებთ, უბრალოდ კითხვის ნიშანი ისმოდა, თვითონაც ვერ გაერკვნენ, ალბათ რა ხდებოდა, აშკარა იყო, რომ დავალებას ელოდებოდნენ და დაკავებას მოხდა შერჩევითაც. ის მოქალაქეები ამოარჩიეს, რომლებსაც მეტწილს საერთოდ არ ეჭირა ხელში ეს ბანერი და ძალადობრივი ფორმით დააკავეს რამდენიმე მოქალაქე. ანდროს ეხნიაშვილს, რომელსაც დაარტყეს ხელი, არც ბანერი ეჭირა, არც არავის გამოყვანას ეს განსაკუთრებულად არ ცდილობდა, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა და გაჰყვა მერე ჩვეულებრივ. მაგრამ რატომღაც მაინც მოუგდა მამაგეიშვილს, რომ აი ესე უბრალოდ დაერტყა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლია. იმიტომ, რომ იცის, რომ არ დაისჯება. ზოგადად რუსეთში ხდება ეს, რომ ფურცლების გამო იჭერენ მოქალაქეებს. კი, ზუსტად რუსული პრაქტიკა, იმიტომ თავიდან დააკავეს თორნიკე თოშხუა, რომელსაც ეკავა ბანერი. რუსეთში ვცხოვრობთ ფაქტიურად, ბანერის გულისთვის იჭერენ ადამიანს. შემდეგ მის სოლიდარობის ნიშნად ახალგაზრდებმაც იგივე ბანერი დაიკავეს და დაესია პოლიცია. მამაგეიშვილმა, პოლიციელმა მამაგეიშვილმა სანდროს ეხნიაშვილის სახეში სილა გააწნა დაკავებამდე, სანამ ხელს ჩაავლებდა და დაიჭერდა და ნინი ნაჭყებია თმებით ითრია. ნინი უბრალოდ ვერ დააკავა, რადგანაც ისე მოხდა, რომ მის წინ სხვა ადამიანები აღმოჩნდნენ და ვეღარ წაიყვანეს. და ყველას მოუწოდა, რომ ხვალ პირველი საათიდან მოდით მეგობრებო სასამართლოს შენობაში, იმიტომ რომ როგორც ადრე აკეთებდნენ, არც გადმოყვანას გააგებინებენ ვინმეს, არც რომელ მოსამართლეს დაეწერა, არც რომელ დარბაზში ჩატარდება და ჩუმად რომ არ ჩატარდეს და უჩვენოდ რომ არ ჩატარდეს და მარტო არ იჯდნენ ჩვენი თანამებრძოლები დარბაზებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველგან და ერთდროულად შეგვეძლოს რამოდენიმე დარბაზში შესვლა. რაოდენობა ვიყოთ საკმარისი.
თავისუფლების მოედანზე გვიან ღამით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე გამოჩნდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა დაკავებულ ახალგაზრდებს. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა საქართველოს იქცა ქვეყანად, სადაც საერთოდ აღარ იგრძნობა არც ერთი წვეთი თავისუფლება. ეს არის სიტყვები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საკრებულოსთან გააჟღერა. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა დასჭადია ყველა ის ქმედება, რასაც ახალგაზრდები ქართული ოცნების წინააღმდეგ მოიმოქმედებენ. დასჭადია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საკუთარი აზრი და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ცარიელი ფურცლით დგომაც. კიდევ ერთი დარღვევა გამოხატვის თავისუფლების. ქვეყანა, სადაც აღარ შეიძლება არც ხუმრობა, არც პლაკატი, არც სიტყვა, არც ფეისბუკი, არც რამენაერად გამოხატო შენი აზრი, არ არის ქვეყანა, სადაც რამე ფორმით შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებას უფლებს. აი, ეხლა მოატრიალეთ თქვენი კამერა და გადაიღეთ, რამდენი პოლიციელი დგას, აი, ესენი და რამდენი ადამიანი დგას აქეთ. ხო სასაცილო არის. ამ დროს ესენი რომ მუშაობდნენ ამ ქალაქში, აქ ცოტა რაღაცა იქით ქუჩებში, ნარკოტიკები არის, ნარკომანები, გამსაღებლები, მკვლელები, როგორც ვიცით, რომ ყოველ დღე ხდება ამ ქალაქში და უსაქმურად დგანან აქა, რომ ვიღაცა ახალგაზრდების პლაკატებზე დაიწყონ მათი დაჭერები და მათი წაყვანა სადღაც არც ვიცით ჯერ კიდევ სად. ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი უკვე არის გადასული ყველა ზღვარს და ყველა ზომიერებას, აღარ იცის თვითონ რა არის მისთვის საფრთხე და მისთვის საფრთხე არის და ეს არის ჩემი სათქმელი დღეს. მისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება. თავისივე დღეს უკვე გადასვა ყოველ ზღვარს და რომ ყველაფრის რო ეშინია და ყველაფერს რო მიაჩნევს საფრთხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისული არიან ბოლოსკენ უკვე. უფლებადამცველების ნაწილი ახლა საქალაქო სასამართლოში ადვოკატები შეეცდებიან დაადგინონ, ხომ არ არის სასამართლოში 10 აქტივისტის საქმე შემოსული წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან, რეგიონებიდან არ არის გამორიცხული, რომ 10 აქტივისტი, რომელიც გვიან ღამით დააკავეს, საქალაქო სასამართლოში დღესვე გადმოიყვანონ.